მოგესალმებით კენგურუ, საბაგელაშვილი მოგეხსენებათ ძალიან ბევრ გასვლით პროგრამაზე არის ნამყოფი და მოგიყვებათ მათ შესახებ რომელი მოიწონა ყველაზე მეტად და რომელი იყო ყველაზე დამახსოვრებელი. ძალიან კარგია, როდესაც მიდიხარ საერთაშორისო პროექტში და ეცნობი ძალიან ბევრ კულტურას, ძალიან ბევრ ამას სწავლობ. დაახლოებით მე 10-მდე პროექტში ვარ, ესე უშუალოდ ჩართული, მოვიარე სხვადასხვა ქვეყნები, შევძელი რომ ჩემი გამოცდილება ერთი ნაბიჯით წინ წამეწია ყოველთვის, ეს იყო მაგალითად ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ყოველთვის პირველია ხოლმე, იმიტომ რომ არ იცი რა ხდება, არ იცი რა დაგელოდება, არის რაღაცა უფრო სხვა ფილინგი, სხვა ემოციები და იყო ლატვიაში. ის იყო უფრო მოხალისეობრივი პროექტი, ანუ ჩვენ ვიცით რომ არის სხვადასხვა ტიპის პროექტები, სხვადასხვა მიმართულებების, სხვადასხვა ხანგრძლივობაში, ჩემი ერთ-ერთი პირველი იყო ლატვიაში ორთვიანი. მოგესალმებით აქედან ყველას, ვინც გვიყურებთ და ვინც ერთად ვიყავით. და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ 2 თვის განმავლობაში ფაქტობრივად ძალიან ბევრი სკილი შევიძინე, ძალიან ბევრი უცხო ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრ კულტურას ვეზიარე, იმიტომ რომ დაახლოებით 6 ქვეყნიდან ვიყავით წარმოდგენილი მოხალისეები, იყო ძალიან ბევრი საბანაკე სისტემა, შესაბამისად ყოველდღიურად ვეცნობოდი სხვადასხვა ახალგაზრდებს, სხვადასხვა ნეტვორკი გქონდა და ეს ყველაფერი აკუმულირდება, ემატება ერთმანეთს და იზრდები შეხვედრიდან შეხვედრამდე, ივენთიდან ივენთამდე და ყოველი დღე არის რაღაცა ახალის მომცემი. ხო, რა თქმა უნდა, იქ არის მერე კულტურული საღამოები, არის სადაცვა ფილმის ჩვენებები და ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა, რაც არა მარტო სკილებს გადავს, პიროვნულად სხვანაირ ხედვას გიყალიბებს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს გამოცდილებები დავაგროვეთ, ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი პროექტის მონაწილეც, არა მარტო მონაწილე, ლიდერიც და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე კენგურუში გვინდა რომ ახალი ეტაპები დავგეგმოთ, ახალი ხედვები ჩავუშვათ და ზუსტად ის რაც მე მაკდა ხო წლების წინ ის ხარდაჭერა, ის community-დან წამოსული ენერგია, რაც ჯერაც კი საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს, ჩვენ გვინდა რომ ეს გეფები აღმოვავსოთ, ხო? სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს და ეხლა ყველაზე აქტიურად უკვე ჩვენ კენგურუს დამფუძნებლები ფაქტობრივად მუშაობთ, რომ შეიქმნას საქართველოში პირველად community, რომელიც იქნება ყველა თქვენგანთვის, რომელიც დააკავშირებს როგორც უკვე ალუმნებს სხვადასხვა პროექტებისას, ასევე გამოუცდელ ახალგაზრდებს, რომლებმაც საერთოდ კი არ იციან რა ხდება ქვეყნის გარეთაც და პირველი გამოცდილებაა და არის უამრავი კითხვა, უამრავი გაურკვევება, ხო? როგორ უნდა გადავიდეთ ამ ბარიერებს, როგორ უნდა გადმოვიდეთ და თავდაჯერებულობა როგორ უნდა მოგვიმატოს, ეს არის რომ ჩვენ ერთმანეთს დავეხმაროთ, ხო? მე დაგეხმარო შენ, მე გირჩიო შენ მირჩიო მე. და როცა უკვე ეს არ არის 2 ადამიანი და ეს არის უკვე 10 ადამიანი და ჩვენ 10 ადამიანს შეგვიძლია რომ ერთმანეთს რჩევები გავუზიაროთ, იქ იყვნენ გურუები, ალუმნები, გამოცდილები. ეს უკვე ქმნის იმ community-ს და იმ ძალას, რაც მართლა არის ცვლილებების მომტანი, რომ ჩვენ განვითარდეთ და გავხდეთ ჩვენი თავის გურუები. კი ბატონო, და რაც სრულ წარმოდგენებია ახლა უშუალოდ იმ ადამიანებს შორის, ვინც ვერ დგავს ამ ნაბიჯს, დაუშვათ ვერ ჯავშნის კონსულტაციას, არ შემოდის community-ში, არ ნახულობს პროგრამებს, ამ რუსხები ავსებენ ხო ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორ შეიძლება ეს წარმოდგენა შეიცვალოს, რომ ადამიანმა გადადგას ეს ნაბიჯი სწორად და წარმატებით წავიდეს პროგრამაზე და დააგროვოს ეს გამოცდილებები, რაც შენახსენეთ. კი, ოთარ, ძალიან კარგი პოინტია და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდები რა პრობლემების წინაშე არიან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე დაახლოებით ყოველთვიურად 10-ობით ახალგაზრდას ვხვდები და ასობით მათთან გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია პირდაპირით, ლაივებით, შეხვედრებით და ესე შემდეგ და ყველაზე დიდი ბარიერი ეს არის რომ პიროვნულად არ ჯერათ საკუთარი თავის. მათ გონიათ რომ ვიღაცა არის დაჯილდოებული რაღაცა ნიჩით და შეუძლია წავიდეს ამერიკაში, ვიღაცა არის ცოტა ჟარგონულად ვიტყვი, კარგი მამის შვილი და მხოლოდ მას შეუძლია წასვლა ევროპის რომელიღაცა ქვეყანაში, მაგალითად პარიზში და მას უბრალოდ არ არსებობს შანსი რომ ისწავლიდეს. და მე გეტყვით რომ აქ თქვენ ცდებით. ყველა ადამიანს აქვს, ყველა ახალგაზრდას აქვს იმის პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ იმოგზაუროს. და ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო? ამ community-ში ჩვენ ყველა ტიპის და ყველა კატეგორიის ადამიანი რო გვეყოლება, ისინი თავიანთ experience რომ გაუზიარებენ ერთმანეთს, ეს мотиваციას მოცემს. მე როცა პირველად მივდივარ და არა მაქვს არანაირი გამოცდილება, ბუნებრივია მჭირდება სხვისი გავლილი გზას გადავხედო და ვნახო მან
რითმი აღწია ამ ყველაფერს, როგორ მიაღწია, ხო? გარდა იმისა, რომ ჩვენ კენგურუ ყველანაირ საფორს ვუკეთებთ, ხო? ეს არის როგორც პირველი წამიდან, ბოლო წამამდე, ანუ წასვლიდან, ჩამოსვლამდე ჩვენ ყველანაირ საფორს ვაკეთებთ, იქ სამოტივაციოდან დაწყებული, თვითონ სარეკომენდაციოთი გაგრძელებული და უკვე როცა ჩადის იქაც კი აქედან მეხმარები თვითონ კოორდინაციაში, კომუნიკაციაში, თუნდაც გზების გავკვლევაში, იმიტომ რომ როცა უკვე მიდიხართ საქართველოში გვაქვს 1 მეტრო და 2 ხაზია და როცა მიდიხართ, რა ვიცი, დიდ ქალაქში პარიზი იქნება ეს თუ რომელიმე დიდი ქვეყნის დიდი ქალაქი, იქ 4, 5, 6 და შეიძლება 10-მდე ხაზიც კი იყოს და ანუ მეტროს გაკვლევაც კი ვერ მოახერხოს იცებ ადამიანმა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს community იქნება პირველი ფაზა, სადაც ყველას შეიძლება რომ შემოგვიერთდეს და ერთმანეთის მეგობრები ვიყოთ, ერთმანეთის გურუები ვიყოთ, გზამკვლევები ვიყოთ და აქ უკვე ჩვენ დავანახებთ მათ ნათელწერტილს თავიანთ პიროვნულ გადაწყვეტილებაში და აქ მის მერე უკვე მე ვფიქრობ, რომ გაიზრდება კონსულტაციები, გაიზრდება მოთხოვნა, რომ ჩვენ თითოეულ მათგანს მივცეთ რეალური შესაძლებლობა, გაუზარდოთ პოტენციალი, რომ შეავსებს 10 პროგრამა, ამათი პროგრამიდან ერთ-ერთი მაინც იყოს არჩეული და ამის პოტენციალი თუ არის 40%, ჩვენ ამას ფაქტობრივად 80-90%-მდეც კი ვზრდით, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რა უნდა მივაწოდოთ განგზავნ ორგანიზაციას, დამხვედრ ორგანიზაციას, მათ რაც სჭირდებათ, ჩვენ უკვე ამ სკილებით ასე ვთქვათ, წევთ წინა პლანზე და ამით ვეხმარებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირველი ყველაზე ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოთარ არის ეს, რომ პიროვნულად უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ეს ძალა და ენერგია, რომ გადადგეს შემდეგი ნაბიჯზე. დანარჩენში უკვე ჩვენ აქ ვართ, მთელი ჩვენი თიმით, მთელი ჩვენი ასე ვთქვათ, აღჭურვილობით და ყველანაირად დაგეხმარებით. კი ბატონო, ამიტომ მადლობას გიხდით, რომ ბოლომდე უყურეთ ამ ჩვენს პოდკასტს, პატარა პოდკასტს და ქვემოთ ნახავთ ლინკებს თუ როგორ შეგიძლიათ რომ შემოხვიდეთ ამ community-ში, როგორ შეგიძლიათ რომ channel-ი ნახოთ, სხვადასხვა პროგრამები და დაჯავშნოთ კონსულტაცია 1-1. მომავალ შეხვედრამდე. გელოდებით.